პატარა გოგო ვარ, პატარა და ლამაზი. ხო, ლამაზი, ასე უთხრა ექიმა დედაჩემს. ტკივა და მიხარია. მიხარია ის, რომ მყავს ორი უსაყვარლესი ძმა და დედიკო. ტკივა ის, რომ ომის სიმწარემ დედის მუცელში შემოაღწია და სხეულზე მეტად სული მატკინა. მე ერთადერთი ვიყავი, რომელიც მამიკოს სიკვდილის წინ ესაუბლებოდა, თანაც ისე, რომ ჩვენი კავშირის შესახებ არავინ იცოდა. ომს ტკივილი მოყვა, შემდეგ მეც დავიბადე და ახლა მინდა იმ კადრებს ვუყუროთ, რომელიც მე და ჩემ ძმებს ყოველთვის მამიკოს თავს გაგვახსენებს. ქართველობა არც უფრაზე დაცლილი ყანწია და არც ერთი ამოსუნთქვით ჩამორაკრაკებული ლექსი. ძნელია საქართველოს ღირსეული შვილობა, ძნელია, მაგრამ საამაყო. გია კირაკოზაშვილი 1975 წლის 9 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ ჩაილურში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და 15 წლის ბიჭმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. სამხედრო აკადემიაში ჩაბარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში თავისი მცირეოდენი წვლილი შეეტანა. აკადემიაში არტილერისტის პროფესიას დაეუფლა, რომლის დამთავრების შემდეგ ეროვნულ გვარდიაში 100-მეთაურის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. შემდეგ რამდენიმე თვე შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაჟიმში იყო. მსახურობდა პირველ ბრიგადაში. მუხროვანშიც იყო რეზერვისტების მოსამზადებლად, სადაც ერთი თვე ვერ გაძლო, რადგან იქ თავისი ადგილი ვერ იპოვა. მისი მოწოდება საბრძოლო ქვედანაყოფში მსახური იყო. 2007-8 წლები ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში გაატარა. გიას წამდა, ოჯახი მაშინ არის მკიცე, როცა ქმარი იდიას, ხოლო ცოლი ოჯახს ემსახურება. გიამ დაეკამ ერთმანეთი 19 დეკემბერს ნიკოლოზების დღესასწაულზე სიონის ტაძართან გაიცნეს. გიას ჯეროდა, რომ ცოლ-ქმარი ერთი სხეულია, რომელშიც ორი ადამიანის სული და გულია გაერთიანებული. ისინი 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე შეუყვდნენ. ოჯახის პირველი სიხარული ოთარი 2001 წლის 1 დეკემბერს, მომდევნო ვაჟი კი 2002 წელს ნიკოლოზობას დაიბადა. სახელით შესაბამისი დაარქვეს. ბიჭების მამობა ეამაყებოდა და უნდოდა, რომ შვილებიც მამის პროფესიას დაუფლებოდნენ. სამსახურიდან დაბრუნებული იმ დროის ანაზღაურებას ცდილობდა, რასაც მათთან ვერ ატარებდა. ასწავლიდა სიმღერებს, სხვადასხვა თამაშებს იგონებდა, მათ სამშობლოს სიყვარულს და თავდადებას უნერგავდა. ყველაზე მეტად ის გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მესამე შვილს ელოდა. სახელით თავად შეურჩია, მარიამი. გიას გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ჯარი მეორე ოჯახი იყო და ძირითად დროს სამსახურში ატარებდა, თუმცა ოჯახისთვის ყოველთვის იცლიდა. ტუარ მასპინძლობის წესსაც მტკიცედ იცავდა და თავის დაწერილ სიმღერასაც ხშირად ევინებდა. ერთი წლის დაქვრივებულ დედას არ აკლებდა სითბოს და მამის ჩაყრილვას სურვიდა. ყურძენსაც თავად წურავდა და ღვინოსაც თავად აყენებდა. ფიქრი ერთია და მიზანი ცეკვი მე ყოფიდრე დედა საქართველოს დასანანებელი ღმერთმა მომავსეს ჩვენ ქართველები მიტოვიბადე სიკეთე უცესოს არ ქვეყანაზე და მერე ვალმოფილი მიწათვებარე ამასი პროფილი გაქვს მე თუნდა ფეხი და შემოდი სახში უმაროდი მაგალითად ვარდა ჩეკარში თუმარული დასალებული მაგარი სპორტს თუმარული დაბალი 2008 წლის აგვისტოში, როცა შიდა ქართლის სიტუაცია დაიძაბა და ოსი სეპარატისტები პროვოკაციებს ყოველდღე აწყობდნენ, ხშირად ცხადდებოდა ყაზარმული მდგომარეობა. ბოლოს 6 აგვისტოს გამოიძახეს და იმ ღამესვე გადაისროლეს საომარ მოქმედებათა ეპიცენტრში. დაძაბული სიტუაციის შესახებ გიას ოჯახში არაფერი უთქვავს. მეუღლეს მხოლოდ ის იცოდა, რომ 9 აგვისტოს პოლიგონზე მიდიოდა ახალციხეში. ბოლოს 8 აგვისტოს დაურეკა. ძლიერი სტრესის ქვეშ იყო, რადგან იმ დღეს მეთაური და უახლოესი მეგობარი ერეკლე ყულოშვილი დაკარგა. მაგრამ შიში მაინც არ ემჩნეოდა. მეუღლეს მხოლოდ ის უთხრა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა და ის დაბრუნდებოდა.
იმ დღეს, როცა გია დაიღუპა, მისი პატარა ბიჭები, 7 წლის ოთარი და 5 წლის ნიკოლოზი იმის იმედით იყვნენ, რომ მამა გორას იყო ამოფარებული და სნაიპერი ვერ ესროდა. ეს იმედი ბავშვებს მეორე დღეს მოუკლეს. 9 აგვისტოს ცხინვალი კიდევ იბომბებოდა. მე-4 ბრიგადის არტილერია თავდაცვით ოპერაციებს ატარებდა. საარტილერიო კორექტირება იყო საჭირო, რომ ნაკლები ხალხი დაზარალებულიყო. ნიქოზიდან ცხინვალის შესასვლელში სკოლაა, რომლის დაკავებასაც აპირებდნენ, რომ პოზიცია გაემტკიცებინათ და იმაზე უკან აღარ წამოსულიყვნენ. იქ შესვლისას გიას სნაიპერმა ესროლა, ხოლო ის თქვა, რომ დამჭრესო და გონება დაკარგა. ჭრილობა უნახეს, ღრმა იყო. გარედან რომ ჩაეკეტათ, სისხლის შიგნით ჩაიხრებოდა. ამის შემდეგ სკოლაში შევიდნენ და 4 საათის განმავლობაში ალყაში მოექცნენ. მისი სიკვდილის თვითმხილველებს იმაზე სწყდებოდათ გული, რომ ძალიან კარგი მეთაური, საუკეთესო პიროვნება და თავისი სახვის პროფესიონალი დაკარგეს. როგორც ჯარისკაცები იხსენებენ, სიკვდილის წინ მათ სტიმულს აძლევდა, ამხნევებდა, არიგებდა, სხვების სიცოცხლეს უფრთხილდებოდა და საკუთარს ვეღარ გაუფრთხილდა. მას იმდენად უყვარდა საქართველო, რომ მეორედაც ამაყად წავიდოდა ბრძოლის ველზე. ამონმა ბევრი ვაჟკაცი ჩაახუტა მშობლიურ მიწას. როგორც ყოველთვის, ამ დროსაც წამით გაერინდა ყველაფერი. ეტყინა ქვეყანას, სხეულზე მეტად გული ედგინა. უნდოდა ფეხზე წამოეყენებინა ბრგე ჭაბუკი. სიკვდილისთვის გამოეგლიჯა ხელიდან, მაგრამ ასეთი იყო უფლისნება და ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ზუსტად 1 თვის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში, გია კირაკოზაშვილი ცხინვალიდან 43 მიცვალებულთან ერთად გადმოასვენეს თბილისში და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ დრომდე სანამ დნმ-ის ანალიზით დამტკიცდებოდა, რომ ჯარისკაცებმა სწორად ამოიცნეს თავიანთი უფროსი და მეგობარი. დნმ-ის პასუხის შემდეგ, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, იგი სოფელ ჩაილურში გადაასვენეს და მამის გვერდით დაკრძალეს. სოფელ ჩაილურში, ცხინვალში დაღუპული ოფიცრის გია კირაკოზაშვილის მემორიალი გაკეთდა. მრავალი ორდენი და საპატიო სიგელი აქვს ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს. როგორც დაიხსენებს, 1 წლის წინ მამის გარდაცვალების მეორე დღეს გიას უთქვავს: თუ ბაჟისზე სიკვდილი მიწერია, ჩემი შვილები მომხედავენ და დამარხავენ. თუ ახალგაზრდა მოვკვდი, მაშინ საქართველო დამიტირებს.